ეთერშია რადიო სივრცე FM 98-სა და 5-ზე და მე ჟურნალისტი ეკავებ ხოძე და ვიწყებ ჩვენს გადაცემას. ბოლო ინფორმაცია ალბათ უკვე იცით ჩვენი საინფორმაციო გამოშვებებიდან, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ბრალად ედებათ საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშუალობის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს ითხოვს, უკვე ციხეში მყოფი პოლიტიკოსების მიმართ კი წინა სასამართლოს ხდომის გამართვას. პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გავიგეთ ისიც, რომ ბრალდებული პოლიტიკოსების ნაწილი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობ პროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათი ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებენ სრულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისთვის მისაწოდებლად, ასევე აწვდიდნენ საჯარო მოსამსახურების სიებს, რის შედეგადაც საქართველოში 300-მდე მოქალაქეა დასანქცირებული. ამ თუ არა მსგავსი ინფორმაციების სულისკვეთებისა, ის ანგარიშები თუ სხვა დოკუმენტები, რომელსაც ევროკავშირი ამზადებს საქართველოზე, ასე ფიქრობს ხელისუფლება და უსამართლოს უწოდებს ევროკავშირის ბოლო ანგარიშსაც. სადაც საუბარია, რომ საქართველო არ უჭერდა მხარს მაგალითად სისტემატურად უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს. საქართველომ კი უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას და ინიციატივას დაუჭერა მხარი. ეს განცხადებაც პარლამენტის თავმჯდომარე შალო პაპუაშვილმა გააკეთა. მოკედ საუბრობთ დღეს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ თემებზე. სასაუბრო მე მგონი არის ბევრი და საინტერესოც და ჩვენი ეთერის დღევანდელი სტუდიის სტუმარი გახლავთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გირჩის კონკრეტულად სანდრო რაქვეიშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მსმენელებს. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. რა თქმა უნდა, ახალ ამბავზე უნდა მოვისმინოთ თქვენი კომენტარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. როგორია თქვენი აზრი ამ თემაზე? ელოდებოდით მოსალოდნელი იყო? რას ფიქრობთ ამაზე? ზოგადად ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება თქვა უნდა ეს რაღაცას ვიღაც ელოდებოდა, ანუ არ მიკვირს რომ რაღაც მოხდა, მაგრამ თავისთავად როგორ გითხრათ, სიანდრეში რა თქვენ წაიკითხეთ, მაგრამ რასაც ედავებიან ამ პოლიტიკოსებს, მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ არის იქვნის მე სიმპათიურება, მაგრამ აი რომ შეხედოთ ედავებიან სიტყვის თავისუფლების ამბავში რა, ანუ ადამიანის ციხეში მაგალითად მიხეილ სააკაშვილი და წერს წერილს. დაამხეთ ეს მოღალატე ხელისუფლება. მაგრამ მოწოდება და არ ითვლება. მესმის რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება ეწეროს პირდაპირ გაგებით, მაგრამ აი ხვდებით, აი თუ რაღაცას აკეთებ ფიზიკურად, აორგანიზებ ხალხს, რა ვიცი, შეარაღე, შტურმით ამზადებ რაღაცას და იქ ბოლო მომენტში დაგიჭირეს, კიდე იტყოდი რომ ნუ ქმედებები, რაღაც ნაბიჯები გადადგა. ხების მიმართ არის ეგეც. ხო და აი რაც თქვენ წაიკითხეთ. კონკრეტულად მიშაზე თუ საუბრობთ სააკაშვილზე. ხო, მიშად რო დავიწყოთ, ხო, ადამიანი ციხეში ზის და ციხიდან წერილებს წერს, ციხიდან დაწერილი წერილების გამო ეხა ასამართლებენ. ეს ხო უბრალოდ რაღაცნაირი აბსურდია, ხვდებით, აი უბრალოდ ციხეში ადამიანი წერილებს წერს, რაღაცა უნდა დაწეროს. თუნდაც რა ვიცი, რაღაც აი უბრალოდ დაწეროს, რომელსაც რაღაც მოუწოდეს რაღაც საშინელების, ანუ ციხეში ადამიანი, ხვდებით, წერილების გამო არ შეიძლება დასაჯო. მეორე ავიღოთ რაღაც სიებს აკეთებდნენო, ან ამბობდნენო, იგონებდნენო რაღაცასო ჩვენ საჰაერო სივრცეზე თუ ჯარზე რაღაცა. ესეც ხო სიტყვის თავისუფლება. ერთია რომ ადამიანი რაღაცის მოგონება, სიტყვის თავისუფლება. ანუ ადამიანს ხო აქვს იგონებდნენ, არ ვიცი ახლა. დაუჯეროთ პროკურატურას და თქვათ იგონებდნენ რაღაცას ჩვენ ჯარზე ან რაღაც. ერთი შეიძლება ეს ცუდი იყოს და მაგრამ ადამიანი თუ ტყუილს ამბობს და თქვა რომ რა ცუდი ადამიანი ხო რომ ტყუილს ამბობს, მაგრამ ტყუილის გამო ხო არ ვჭით არავის. შეიძლება ცოდვა იყო და ღმერთმა დაგსაჯოს. შეიძლება არ ვიმეგობროთ, შეიძლება პოლიტიკურად დავსაჯოთ რომ ხმა არ მივცეთ, მაგრამ აი თუ ადამიანი ტყუილი თქვა, ამიტომ ციხეში როგორ უნდა გაუშვა. აი შეიძლება მაგალითად ახლა ბიბლიოს ცილის წამებამ შეიძლება ისეთი შედეგი გამოიწვიოს, რომ მომაცავის ადამიანი მოკვდა ან რაღაცა და სხვა ამბავია რა და თუ ისეთი ხარისხის ტყუილი იყო, რომ ნუ რაღაც პირდაპირ დაზიანდა, ნუ ეს შეიძლება იყოს, მაგრამ წარმოვიდგინეთ, რომ პოლიტიკოსი, სხვა პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში ევროპელ პოლიტიკოსი ეუბნება, რომ ჩვენი მთავრობა სავარაუდოდ არ ღვევს სანქციებს. ნუ აი რა არის. ნუ შეიძლება ცუდია რომ თუ ეს ტყუილია
და ასე არ უნდა იქცეოდე ალბათ. ან მაგალითად ეუბნება დაასანქცირე ვიღაცები. მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეიძლება ამაზე დაიწყოს. ცუდია, მაგრამ არა. აი, რამდენი ცუდი რაღაცაა შემთხვევაში ყველაფერს ციხეში ხარ ასწავთ ადამიანს. ელემენტარულად შეიძლება მეგობარს უღალატოს რა რაღაც ან ცოლმა ქმარს ან რაღაც. ამის გამო ხო ცუდია, მაგრამ ფორმულირებულია ასე რომ უცხო ქვეყნისთვის რაღაცა მტრულ საქმიანობაში არის. არ ვიცი სისხლის სამართალში ზუსტად ანუ ჩვენ ხა როგორ გითხოთ შეიძლება რაღაც ისეთია იციან რაც მე იტყვიან დაუშვათ რომ ყველანაირად მაქსიმალურად პროკურატურის მხარეს აღმოჩნდეთ და ისე შევხედოთ ამ სიტუაციას, მაგრამ ჯერაც ვიცით თვითონ რას თქვეს რომ სანქციები დაუწესესო კობახიძეს ან ვიღაცას არ ვიცი ვის დაუწესეს ხო 300-მდე ადამიანს. 300-მდე ადამიანს ოკეი. ანუ სიამოვნებაში ეს ხო ღიად გასახადებული პოლიტიკური მიზანი იყო ამ ხალხის. ეს ხო როგორ ვიცი ჩვენ ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები რომელიც მიიჩნევენ რომ ვიღაცის დასანქცირება ჩვენი პარტნიორებისგან არის კარგი. და მოგწონს თუ არ მოგწონს შეიძლება ამორჩენო ხმა არ მისცეს თუ არ მოგწონს მაგრამ რაშვაშია ციხე ანუ ხვდებით უბრალოდ პოლიტიკური პოზიციას აი ახ არის მაგალითად სანდრო ეხა ესეც არ მესმის რასაც ამბობთ მაგრამ და შეიძლება არ არის კონკრეტიკა კიდევ და ალბათ დეტალები კიდევ უნდა გავიგოთ მეტი მაგრამ ნავთო აი სამხედროებზე რაც თქვით და საქართველოს საჰაერო სივრცე რო გამოიყენებოდა ვითომ ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისთვის მისაწოდებლად ამ ინფორმაციასაც აწვდიდნენ დეზინფორმაციას მოკლედ საჯარო მოსამსახურების სიებს მაგალითად არ მიგაჩნიათ ესეც ეხლა ხვდებით უბრალოდ აი დანაშაულა ადამიანი რო ყოფილიყო მაგალითად აი რო ყოფილიყო რაღაც თანამდებობის პირი რომელიც საიდუმლო ინფორმაციას გასცემს სიტყვაზე რომ ეს დანაშაული რომ საიდუმლო ინფორმაცია მე წამეთ მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია მაგალითად სამხედრო ტვირთებს და გამოვიდე და ვთქვა რომ რა ვიცი სადღაც ვაზიანის აეროპორტში დაждდა თვითმფრინავი რომელსაც ჰქონდა რაღაც ბირთვული არახი. პასუხისმგებლობა არა გაქვთ ამას რომ ამბობთ მაშინ ყველაფრის თქვა შეგვიძლია გამოვიდეთ. კოტროგოა საქმე პასუხის ადამიანებს რატომაც გონიათ რომ ან რაღაცა თუ არ ისჯება ციხით, ესე იგი ნებადართულია. მე ხარ მდგას ნებადართულია. ცუდია. ანუ არის უამრავი პასუხისმგებლობა სხვადასხვანაირი მაგალითად პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაგალითად 4 ოქტომბრის ამბავში მე მივიჩნევ რომ ბევრ ადამიანს უნდა დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ანუ რა ვიცი, ან პოლიტიკა უნდა წავიდეს ადამიანი, ან არჩევნები უნდა წააგოს, ანუ ამორჩევლის საქმეა რა ეს დააკისროს პასუხისმგებლობა. არის მორალური პასუხისმგებლობა, როცა რა ვიცი, ადამიანი რეპუტაციას კარგავს და თუ ტყუილს ამბობს საჯარო და მე ეს არ მართლდება, აღარ ელაპარაკები, სანდო აღარ ხდება, ანუ და ბევრ შემთხვევაში ასეთი სანქცია ბევრად რომ კაცრია ვიდრე ციხით დასჯა მაგალითად, ხო, იმიტომ რომ თუ გარიყე საზოგადოებიდან, როგორც მაგალითად მატყუა რა, ეს უარესია ვიდრე ერთი წელი ციხეში გაატარო და მე გამოვიდა და ვითომ არაფერი, ხო? და არითმინდო. ხო, ვითომ ამიტომ უკეთესი გახდი, ხო, ადამიანი. ამიტომ მე არ მithქვამს რომ ზოგადად ეს კარგი საქციელი შეიძლება იყოს, რომ ვიღაცას თხოვნები, მაგრამ საციხო ამბავად არ მიგაჩნიათ ეს. რა ციხე, რატომ ციხე? გეგონებათ ციხეში ცოტა ადამიანი ვიყავდა და ცარიელი იყოს და არ ვიცით როგორ შეგვევსო. ანუ გადატენილი გვაქვს ციხეები. რა შეხება იმას მაგალითად იქ ეწერა პროკურატურის განცხადებაშიც ჩხრეკას საიმ ოპოზიციური პარტიების ოფისებში, რომელიც ჩვენ პრინციპში ვნახეთ კიდეც, ხო, იქ რაღაცა. თან დიდი ხნის წინ იყო, ეხლა რომ აღმოაჩინეს, ხვდებით აი ეს. არა, ესეც შესულია სავარაუდოდ. ხო, მაგრამ ეს რამდენი ხნის ისტორიაა, მაგალითად ნავთობის ტანკერებზე რა ერთი წლის წინ მე მგონი ამბობდნენ. ხო, რა მნიშვნელობა ხო იყო მაგალითად. არა, ხო და მე იმას ვამბობ, რომ წამოვიგეთ რომ ეს მართლა საფრთხეს უქმნიდეს ჩვენ რა სახელმწიფო უბრალობას, მაშინ რა გამოვიდოდა რომ ის პროცესები არ უქმნიდა საფრთხეს, სანდრო, აი მაშინ რაც ხდებოდა. წელიწად ნახევარი თუ 2 წელი ატომელოდები ამას. რა გაეროდები რომ ყველა ერთდროულად რა ბადი ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძემ და რა ვიცი ელინე ხოშტარი ერთდროულად ჩაიდინეს ყველაფერი ხო სხვა დროს სხვადასხვა რაღაც მასშტაბი თუ რაღაც მიხა საკუშ რამდენი წელი აქ დაწერილი თუ უკვე საფრთხეს უქმნიდა რომელიღაც ჯერ ერთი დაგეჭირა მე იქნება მეორე აღარ გაიკეთებინა იგივე ანუ თუ ეს მართლა რომელსაც შეხედა ხო ახლა მაშინ გამართლებული იქნებოდა ეს არა გამართლებული კი არა უბრალოდ ეს ხო რაღაცნაირად არასერიოზულად გამოიყურება რომ ყველა ერთად დაიჭირე მაინდა-მაინც რაღაც აი უცნაურ პოლიტიკურ ამ მომენტში მაინდა-მაინც აი მაგრამ გახარი არ ამბობდა მას დაასანქცირეთ ვინმეო ანუ ეს ხო როგორც ისინი ჩახსნეს საკონსტიტუციო შეიტანეს საკონსტიტუციო სამართლოში ეს ხალხი უბრალოდ პარტია ამ ხალხის და გახარია გამოტოვეს ეხლაც იგივე პრინციპია აღარ გამოყენებული რა გავშერებს ხოთაშორის ხო და არ ფშაში არის არც დამხობასთან არც რაღაც სამართლიანობის აღდგენასთან ჩვეული პოლიტიკური თამაშია მე ზოგადად გონია რომ ეს თამაში მათ შორის რაღაცა პოლიტიკური ახალი მოთამაშეების შექმნას ემსახურება რომ უფრო კონტროლირებადი იყოს აი ეს ამორჩეული რომელიც რუსთავ
ხელს დადის, იმათ ხო ჭირდება წარმომადგენელი. არჩევნები მაინც იქნება. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს როგორც უნდა დაინიშნოს, არავინ არ გამოტოვებს. არ არსებობს რომ გამოტოვოს. ოპოზიციას გულისხმობ? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა ადგილურ არჩევნებზე საბოლოო ჯამში ძალაუფლების საკითხი ნაკლებად წყდებოდა. ანუ ეს შეიძლება შეცვლილი იყო თუ აი მართლა ყოველთელი ოპოზიცია დაორგანიზებულად, კოორდინირებულად მართლა დიდ ქალაქებს მოიგებდა, რაღაც შეიძლებოდა ნამდვილად ქვეყანაში, მაგრამ სხვა ყოველ შემთხვევაში ეხლა საკრებულოთ იქ ქვეყანას ვერ შეცვლი. და ამიტომაც, რა ვთქვათ, გაბედეს ბოიკოტის ამბავი. რომელიც რუსული სპეცოპერაცია იყო, გუშინ ელისაშვილმა თქვა, ამას როგორ უყურებთ? დებილობა იყო ყოველ შემთხვევაში და ეხლა რუსული იყო თუ ქოცური იყო თუ ნაცური იყო თუ რაც კიდე დაუძახე, რაც კიდე ну გასაგები რომ ცუდი იყო, მაგრამ რამდენად რუსული სპეცოპერაცია იყო? მე მგონი ოპოზიციის სპეცი უკვე სიტყვა რუსული რაღაც ცუდს ნიშნავს უბრალოდ, აი ცუდი, აი რაღაც როგორ გინდა თქვა, ცუდად მოიქეცე, რუსულად მოიქეცე, უნდა უთხრა, მე მგონი, იმიტომ რომ უკვე ვეღარც არჩევა. ყველაფერზე რუსულს ზახია, ყველა კაუნი რუსულია, ყველა მე მგონი რუსულ სიტყვასაც კი იყენებენ, ნამდვილად წავაწყდა. მე შეაღვიქვი რომ ოპოზიციას დასდუბრალი, რომ რუსეთთან იყო შეკრული თუ რუსული სპეცოპერაცია იყო, არის ხესაბათ ელისაშვილს უნდა ვკითხოთ. უბრალოდ უცნაური სიტუაცია დაალაგდა სხვადასხვა ზოგადად ოპოზიციის სპექტრში ამ 4 პარტიაში რა. წარმოვიდგინეთ, ნაცები აბრალებენ ლელოს და გახარიას, რომ გაკოცდნენ, ანუ კოცების თამაში ითამაშეს. გახარიასთან ბოლომდე ღალატ შეავდა ნაშრომი, რომ პარლამენტში შევიდა. თან ამბობენ, რომ მაგალითად გვარამია ბიზნეს ფულით ფინანსდებოდა წინა წელს, მაგრამ თან ერთად იბრძვიან დღესაც ბიზნესთან, მასთან ერთად. და ამ მომენტში ლელო აბრალებს და გახარიას მათ შორის უფრო ადრე აქვს ეს ნათქვამი, ნაცებს და გვარავის ახლებს აი რუსულ სპეცოპერაციაში, ხო და ეს ან შიზოფრენია რაღაც დოზით. ან უბრალოდ როცა უკვე აღარ იცი რა გააკეთო და აი უბრალოდ აი რა თქვა არ იცი და ან არ აკონტროლებ შენ სიტყვებს. იმიტომ რომ ეს ხო რაღაცნაირი აბსურდი უნდა იყოს. აი როგორ შეიძლება მაგალითად მიშა სააკაშვილი გამოდის და გვარამიაზე ამბობს. რაც მეც უჯერა. აი ეს უნდა მეკითხა ეს რაღაც აღსარება სააკაშვილის, რასაც მანამდე გირჩიც ამბობდით ხოლმე. სანამ ეს მამას სააკაშვილი ამბობდა 40 მილიონთან დაკავშირებით, ну ამ ეთერშიც მომისმენია თქვენგან. ძალიან ცხადია. ყველა მიცის ეს ამაზე ეს დაიწყო იმით საერთოდ რომ ხაზრაძე მოეჩხუბა და ერთმანეთს აგინეს მას გვარამიას. აქედან დაიწყო ეს მე კი არ მომიგონია ეს ისტორია ზოგადად. ეს ყველა მიცის თელი ამბავია რომ ჩვენს იმას ვამბობთ რომ ერთმანეთთან ანუ ეს რომ თელმა პოლიტიკურ სპექტრმა რო იცის ისეთი რაღაც. და საჯარო განხილვის საკითხი არ ხდება. ეს არის რაც ჩვენ გვაღველებს. ბოლოს და ბოლოს ნიკამელიასთან დებატები ქონდა იქ ვერ უპასუხა. თელმა ქვეყანამ დაინახა რომ არ იცის ვერ ამბობს ნიკამელია საიდან 40 მილიონი. წიგლიძეს აქვს ნათქვამი მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი იტყოდა ამას. და საბოლოო ჯამში ეხლა ისევ ამბობს, მაგრამ თან პრობლემა რა არის? მე რომ ამბობ, მე მჯერა რომ ბიზნეს ფულით ფინანსდებოდა გვარამია, იმიტომ რომ ქმედებებით დააზიანა ოპოზიცია. დახურა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია, რომელსაც ტელევიზია, სადაც ჩვენ დაბლოკილი ვიყავით, მაგრამ ყველგან ყველაზე რეიტინგული იყო, აღარ არსებობს. თავარი ქოცება კი არ დახურეს, თვითონ გვარამიამ დახურა. გვარამიას ხელფასი საკმარისი იქნებოდა, რომ გადარჩენილი იყოს ტელევიზია. მარტო მისი ერთი ხელფასი. წაართვა მიშას ხმები. წაართვა ნაცებს ლელოს და თავის თანაპარტნიორს მანდატები. არ მიაღებინა არჩევნებში მონაწილეობა. გაანადგურა მიწასთან გასწრა მთელი ეს ნაცური ფლანგი. და რა მიიღო სანდრო? ციხეშიზის. არა, შეიძლება და კიდევ სისხლის სამართლის დენა დაიწყო მასზე. შეიძლება ასეთი უცნაური შეთანხმებები აქვს ბატონ ბიძინას გვარამიასთან, ან გვარამია ასე უცნაურად თანხდება. შეიძლება მე ერთმანეთს ვიღაცამ 40 მილიონი ციხის სანაცვლოდ თუ ვერ გავეგე რა შეიძლება დააკეთო. დაწუნებული ბევრი ადამიანი ქვეყანაში დათანხმდება ასეთ ვერანაკლებ თანხაზეც. ერთი წელი ან ორი წელი ციხეში გაატარო და რამდენიმე მილიონი ჯიბეს ჩაიდო, მე მგონი საკმაოდ ისეთი შეიძლება აღმოჩნდეს შეთანხმება, მაგრამ მე უბრალოდ იმას კი არ ვამბობ, რომ ეს 100%-იანი ასე, მე ამის ჯერა, მე რაღაც ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ვიცი ყველანაირი გარეგნული ეფექტით, რომ ეს ასე არის სავარაუდოდ, მაგრამ რა პრობლემაა, რომ გამოსულიყო ნიკა გვარამია და აეხსნა, რომ ეს ფული აქედან მიშოვება. ხო, პირიქით ბოდიშის მოხდა მომიწევდა. არა მარტო მე, ბევრ ადამიანს. ანუ რა ეთქვა, რომ ბიძინა მომცა ფული? არა, თუ ბიძინა არ მოგცა, სხვა რაღაცა საიდანაც ვიშოვე ეს და ესახება. გილაურმა რო ამბობ, გილაურ მომცა, ხან ერთს მას აბრალებენ, ხან მეორეს. ერთს მას არ აქვს ამდენი ფული და მეორე ბიზნეს მარჯვენა ხელია. და როგორ თუ მეორე მოგცა, ვისაც აქვს ამდენი ფული, ესე იგი ჩათვლი ბიზნესმა მოგცა და თუ პირველს აბრალებ, იმას ამდენი ფული არ აქვს. რაღაც ელემენტარული რაღაც ადეკვატურობა და საპრობლემო იმაშია რომ ეს იმიტომ ეს რო არ ხდება განხილვის საკითხი რომ დებატები არ მიდის, ხა ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ის მოპასუხე მხარე ხო არ ზის.
ხო, ნუ ვერ ვიქნები თქვენი მოპასუხე. ხო, არა, თქვენც არც გევალებათ, ვინც ევალება ის გარბის, ხო, როგორც წესია, იყოს მელი ერთხელ დათანხმდა და იმის შემდეგ ვერ გაბედა. ხო, მაგრამ ის დებატებით ცოტა კითხვის არა, ხო, ისა, მაგრამ ნუ რაც იყო, ხო, მეტი ვერც გაბედა და არც შედგა, იმიტომ რომ საბუთაში მაყურებელ ამორჩეულს რომ დაინახოს, ხო რაღაცას მიხვდება მაგალითად ნაცმოძრაობის ამორჩეული რომ მოატყუეს. მიხვდება ქართული ოცნების ამორჩეული რომ დააშინდეს ნაცმოძრაობით, რომელსაც ქართული ოცნება აფინანსებდა. აი როგორც იმაზე იყო, ხაბეიშვილზე იყო რომ კობახიძე ამბობს რომ ანიტა იყო და თან დამხობას აწყობდა. ხო და ან ანიტა იყო, ან დამხობას აწყობდა, ერთდროულად ხარ შეიძლება ერთდროულად არსებობდეს ეს ორი ფაქტორი. სუსის აგენტი იყო და თან გამხობდათ. ხო და აი ესეთი საკითხები უბრალოდ აი თუ არ გახდება განხილვის საკითხი ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში, მაშინ რავი ამორჩეული მორიჯერზე მოტყუებდა. მე მგონი უბრალოდ სპექტაკლია და აი ეს დაჭრები და თქვენ დაიწყეთ. ამ სპექტაკლის ნაწილია, შეიძლება ვიღაცა მართლა იჩაგრება და დარწმუნებული ასეც არის, მაგალითად მე აი ვერავინ ვერ დამარწმუნებს რომ პაატა მანჯგალოზე რაღაცა დანაშაული აქვს ჩადებული. ძალიან ხშირად იმეორებენ თქვენი პარტიის წევრები. არა, იმიტომ რომ აი ხვდებით, ჩვენ ხო ვიღაცებს ვიცნობთ, აი გარდა აი პოლიტიკური საჯარო ცხოვრებისა არის პირადი ურთიერთობა. რაღაცა სიმპათიით იყოთ მის მიმართ განწყობილი. ნუ სიმპათიით მათ შორის გამორიცხავს იმას რომ მას კონდეს რაღაც. არა, გამორიცხვაზე არის. არ ვაბრალებ, მაგრამ რაღაც არის საჯარო პოლიტიკური ცხოვრება და არის არასაჯარო. ამის რაღაც ურთიერთობები არსებობს, რაღაც იცით ერთმანეთზე, იცით როგორ ვინ იქცეოდა, ვინ რას უთხრა, რაღაცას ყველაფერს ხო ვერ გამოიტანა. ახლა 100%-იანი დარწმუნება არაფერში არ შეიძლება ამ სამყაროში, მაგრამ აი რამდენადაც მე შეიძლება დარწმუნებული ვიყო, რომ პაატა მანჯგალოზე არაფერში არ იყო. საერთოდ თქვენ ამბობთ რომ ეხა ეს ყველაფერი არის რაღაცა სპექტაკლის, პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი. საინტერესო იქნებოდა თქვენგან მომესმინა 4 ოქტომბერიც იყო პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი. აქაც ხომ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ნუ თვალნათლივ ნახეთ რაც მოხდა. ეს როგორ ლაგდება იმასთან, რასაც ვთქვათ, ვუყურებთ ეხლა ყოველდღე და დღევანდელი პროკურატურის ეს ბრალდებები. ნუ ისე 4 ოქტომბერი მართლა აი მე მგონი ეტალონური სპექტაკლი იყო. ხო, საზოგადოება ხო ხედავს ამას. აი რომ გასაგები რომ შეიძლება თქვენ მეტი იცით პოლიტიკოსებმა შიდა სამზარეულო, მაგრამ მოდით შევხედოთ ამას საქართველოს მოქალაქეების თვალით. რა ხდებოდა, როგორ წარიმართა მოვლენები, როგორ მივედით 4 ოქტომბრამდე, თუნდაც 28 ნოემბრიდან აი ეს პარლამენტის შენობის მიმართ ეს სროლები, რაღაცა პიროტექნიკის და დაძაბული სიტუაცია ძალიან და შემდეგ მთელი წელი ეს აქციები, პარლამენტის არჩევნების გაყალბება, რომ გაყალბდა, მერე მოწოდებები, ამას ესე არ აღიქვამს საზოგადოებაც, ეხლა როგორც თქვენ საუბრობთ, ხო? ის ფიქრობს, რომ უნდა დაისაჯოს დასასჯელი ვინც არის, დიახ, ვიღაც აწყობდა ამ საბოტაჟს და დიახ 4 ოქტომბერს ვიხილეთ დანგრეული ეს ღობეები, ხო? აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ოღონდ აი ეს 28 ოქტომბრის ანუ წინა წლის ამბიდან მოყოლებული. ხედავთ კადრებს, სადაც რაღაც ახალგაზრდები რაღაც ბარიკადებს აშენებენ პარლამენტის შენობასთან, რაღაც ნაგვისხმებს წვავენ და ერთ-ერთი ესეთი მომენტია, თუ ეს მოგონი შეიძლება გაზაფხულის იყო შენობასთან, მაგრამ პრინციპი მიხვდებით, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მეორდებოდა სცენარი ყველგან. სადაც ესე იგი 9 აპრილის ქუჩიდან აქეთან მხრიდან პარლამენტის დაყარეს ეს ბარიკადები და მიძურებიან ზევით ასე პარლამენტში უნდა გადავიდნენ ამ ჭიშკარი რო არის, დიდი ჭიშკარი. და პარლამენტის შენობაში შესვლა ძალიან მარტივია. იაგოს ასეთი ვიდეო ქონა ჩაწერილი, რომ გვერდზე ფანჯრებია, ჩაამტრევ ფანჯრას და შეხვალ რა. ანუ არანაირი პრობლემა არ არის. არ ჭირდება ჭიშკრის შემტრევა, არ ჭირდება რაღაც ამ ჯებირების რაღაც დამტრევა და გადაძრომა. აი, გასწრებ პარლამენტის პირველი და მეორე სართული, თითქმის ყველა ჩვეულებრივი ფანჯარა, ჩაამტრევ და შეძრე. თუ შეძრომა გინდა. ანუ არ უნდათ შესვლათ ისე ეჯაჯგურებოდნენ. ამაშია საქმე. საბოლოო ჯამში რა მოხდა? აქედან წყლის ჭავლი, წყალს ასხავს, გაზი შემოდის, აქედან ეს ახალგაზრდები რაღაცას აკეთებენ და ბოლოს ეს რა აშენდა ეს ბარიკადა, ავარდა ერთი ბავშვი თუ რა ვიცი, ბიჭი თუ გოგო არ ვიცი, ააფრიალა დროშა, ყველა კამერამ გადაუყო, კადრი დაიდო და დამთავრდა ეს ამბავი. ხვდებით? ანუ ჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, კადრის დასადგენად გაიყო. ორივე მხარე. მაშინ ვის მიერ იყო ეს სპექტაკლი? კარგით იყო სპექტაკლი. ვინ დგავს ამ სპექტაკლებს? ან მე რომ გასაგები იყოს მაჩორის სპეციალისტის რომ თუ პარლამენტის შტურმით აღება გინდა, შეძრომა გინდა, რაღა იმ ჭიშკარს მიადა იქ სადაც ყველა პოლიციელი და სპეციალისტები იქ დგას. მიდი ეგ 10 ფანჯარა ჩაამტრია და შეძვერი ყველა ფანჯრიდან. თუ გინდა. ხო, მაგრამ თქვენი ნათქვამით ეხლა მე ამას მიყვებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისევ ის ძალების ოპოზიცია, ვინც რაღაცნაირად სათავეში ედგა ამას, მისი
პლურალობა იყო ეს. მათ შორის ვიღაც ამ ხალხის, რომელიც შეიძლება თავის თავზე არ იღებენ ამ ბრალს, მაგრამ ასე თუ ისე იქიყვნენ და ეუბნებოდნენ ყოჩაქვირები ხარ და ასე შემდეგ, მაგრამ კითხვა ჩდება, ისინი სხვა რაპირებენ პარლამენტის შტურმს, ისინი სპექტაკლს გავდნენ, ისინი კაცს გავდნენ. აი 4 ოქტომბერს იგივე განმეორდა, სხვათა შორის რატომ გამახსენდა ეს ამბავი, როცა რაღაც რომელიც კაფეს თუ რესტორანის ავეჯრო დაწვეს. აი წამოიგეთ, არაფერი არ ხდება, უბრალოდ ერთ ადგილას კოცნი დაანთეს, ყველა კამერამ გადაიღო ის, უცხოეთიდან ჩამოს ჟურნალისტები მათ შორის. აი ნახეთ რა ხდება, ირული არაფერი არ ხდება. ხალხის უმრავლესობა დროშ თავზე დგას. ვიღაც პატაბუჭულაძეს შევარდა 5 წამით და დაინახეს პრეზიდენტები გამოვარდნენ უკან. არაფერი არ ხდება, ლოკალურად რაღაცა დაწვეს, დაანგრიეს, რაღაც ისროლეს და მორჩა. რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს კოცონს ყაველაშვილის რეზიდენციასთან, ავისე 2 საათით. რამეს გეგმავ, რამე იდეა, მაგრამ ყველა კამერისთვის, ყველა ტელევიზიისთვის შეგერი კადრი დაიდო. ესე თუ ვიმსჯელებთ, ახლა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ნაგვის ურნებს წვავენ, რაღაცა იქ ყვითელი ჟილეტები თუ რა ვიცი, მილიონი გვინახავს ესეთი, რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. იქ ჩვენი ბუნტია, იქ იმიტომ კი არ წვავენ, რომ შტურმით აიღონ, რა ვიცი, უბრალოდ გაბრაზებული ხალხი, სოციალისტები გამოდიან და ძვირიან მანქანებს ამკრავენ. ხო, მაგრამ თუ არ აქვს შინაარსობრივი დატვირთვა, რას წვავ? ანუ რა? არა, იქ ახსნადია, ამიტომ რომ გამოდის ვიღაც. ფაქტია, რომ დაწვი, ფაქტია, რომ დააზიანე. გეტყვით, უყურეთ, მაგალითად საფრანგეთში, როცა გამოდიან კომუნისტები და წავენ მანქანებს ან ემიგრანტები და შემდეგ ისინი ზოგადად მანქანებს კი არ წავენ, ებრძვიან უგან დიდრებს და რაღაც მაღაზიებს დაამტვრევენ, ძვირიან მაღაზიებს, ძვირიან მანქანებს დაწვავენ და ამ შემდეგ, ანუ იდეა ის არის, რომ ისინი ზოგადად აპროტესტებენ, აი რაღაც მოწყობის წინააღმდეგ და ასეთი უზდელი ხალხია. ეს ხალხი ხო არა, ეს ხალხი ხო ზოგადად რაღაცას ხო კაფეებს ხო არ ერჩოდა, ზოგადად ვიღაც მანქანებს ხო არ წავდა. უბრალოდ კოცნი და ანთეს ყავლაშვილს ეს კოცნი უნდა დაანთო კაფის სკამისგან, რომელსაც ყავს მეპატრონე და რომელსაც აზარალე. ხო აბსურდია, რა შინაარსი, რატომ, ვინც გაუშვდა ეს იდეა, რომ აი მეტი არაფერი არ მოხდა იმ დღეს. ერთი ის ღობე მოამტვრიეს და იმის შემდეგ კოცნი დაანთეს. არაფერი არ მოხდა. არ მოხდა, იმიტომ რომ მოამტვრიეს, ღობე შევიდნენ და დახვდა სპეცრაზმი. აი რას იზავდნენ სპეცრაზმი რომ არ დახვედროდა. არა, ვიღაცა ხო მოვიდოდა, რომ არ ყოფილიყო, მოასწრებდნენ მისვლას, მაგრამ გაცხადებული რევოლუცია გაქვს, ბოლოს და ბოლოს სპეცრაზმი იქ უნდა იდგეს. ხო, არა, გაცხადებული იყო ნამდვილად, თვეებით წინ საუბარი და მე პარლამენტის კიდე სპეცრაზმელი არ ყოფილიყო, იტყოდა რომ ნამდვილად შეთანხმებული. კაცმა თქვა წავიდეთო და აბა ეხლა გაცხადებული გაგალბათ. რასაც ამბობ. თან ხო ვიცით, სპეცრაზმს მანქანებიც აქვს, ამიტომ სანამ გამოსხდეს რეზიდენციაში მივდივარო, ჩავიდოდა მანქანით ხალხი და დახვდებოდა. ანუ არანაირი სხვა შანსი არ იყო სპეცრაზმი არ ყოფილიყო. ვები, აი როგორ უნდა ყოფილიყო? ხო, ეს მე ამას იცი რატო გაგითხებით, ეხლა თქვენი რაღაცა იმ საუბრიდან წამოვყევი, ეხლა ამ ლოგიკას, იმ როცა ამბობთ, რომ აქ დაპატიმრება რა შუაშია და პოლიტიკური სპექტაკლია და ოპოზიციის წინააღმდეგ ეს ბრალდებები აბსურდულია, ხო, დაახლოებით ესეთი ხაზი იყო თქვენი საუბრიდან, მაგრამ არ მეწოდება ის ხალხი, უბრალოდ არ ვიცი. როგორ მივედით, რაც დავინახეთ ეხლა, ამაზე პასუხი არ უნდა აგოს, ვინც არის ამის დამგეგმავი, ამის ჩამდენი საზოგადოების ნაწილი არსებობს, რომელიც ითხოვს რომ ამაზე აგონ პასუხი. მე ზოგადად არ მეწოდება ის ორგანიზატორები, თუნდაც ვინც შეიძლება მოტყუებით გააკეთა ისას, რაც 4 ოქტომბერს დაგეგმარო, თუ ეს ვინც იყო ორგანიზატორი ნამდვილად, რავი, აგონ პასუხი, აბა რა უნდა აგონ, ხა შევარდი პრეზიდენტის რეზიდენციაში რაღაც დაამტვრიე და აბა პასუხისმგებლობა უნდა ააკისრო, რავი. ეს მიამიტობაც მგონია მოტყუებით მივიდა იქ ხალხმა არ იცოდა მოტყუებით მივიდა. ნუ ზრდასრული ადამიანი, როცა ამას უყურებს. ყველანაირი იქნება, იცით, ვიღაცა იქნება, ვინც დასასჯელია და ვიღაცა ვინც შენ ვიღაცა აყვა ემოციას, მაგრამ ეს სხვა ამბავია. ანუ მე იმას კი არ ვამბობ, არავინ დასასჯელი არ არის მეთქი ხა. ნაცებს რო კითხო, პრეზიდენტის რეზიდენცია მათი რო იყოს, პრეზიდენტი რო ნაცი ყოფილიყო და შევარდნილი იყო, ქართული ოსტების ხარდამჭერები შემტრიო, დაეჭირა ხალხი თუ არა, ხო იტყოდა რომ დასაჭერი არის. ანუ ყველა იტყოდა, მე ესე მგონი არ ვიცი, თქვენ რო ყოფილიყავით ხელისუფლებაში. არა, ხო და მე ამას ვამბობ, მე კი ამას ვამბობ, არ დაეჭიროთ მეთქი. მე ვამბობ, უბრალოდ ამ ხალხში ვიღაც როგორც მინიმუმ კონცეპტთან შეთანხმება უნდა გააკეთო, იმიტომ რომ სპექტაკლი დადგეს. ვიღაცა ნამდვილად უსამართლოდ ზის სიხეში, ვიღაცა სამართლიანი უნდა იჯდეს სიხეში, იმიტომ რომ მართლაც ბოლოს და ბოლოს შეამტვრია კაცო რაღაცა და რა ვიცი რაღაც ჯარიმა ხო გეკუთვნის სხვა თუ არაფერი დასაჭერი ხო ხარ? ხო, ნუ ახლა წარმოუდგენელია რომ სცადო რევოლუცია არ გამოგივიდეს, დაგიჭიროს ხელისუფლებამ და მე ეს შეაფასო დემოკრატიის უკუსლად. მაგალითად როგორც ახლა ეს არაფერში არის დემოკრატიასთან ცხადია, ზოგადად ის ბოიკოტი იყო კრამებში დემოკრატიასთან. ან თქვა რომ ეს არის უსამართლო დაკავება. პასუხისმგებლობიდან გაქცევა დემოკრატიული, არც კითხვებზე პასუხის არ გაცემა დემოკრატიული, როცა მანამდეც და მერეც. ან მანამდეც ხო ყველას კითხვა ქონდა რას აპირებთ 4 ოქტომბერს. ხო არავინ პასუხი არ გასცა. არც პატაბუჭვალაძემ. საერთოდ დაიკარგა ეს ხალხი. ციხეში ზიან და სასამართლოზე რომ გამოდიოდა ხაბეიშვილი, ყველაფერზე ილაპარაკა. ამის გარდა იმისა, რას აპირებდა?
მე რო ამბობდნენ რომ გვიღალატესო, აშლება თქვა ვინ გიღალატა? ჭორები რო დადიო ხანისო, ლილუაშვილი ხანისო, ეს ყოფილა არასერიოზული იყო. ხო და ამიტომ აი რა ვიცი აი როგორ უნდა დაიჯერო რომ მართლა სერიოზული რევოლუცია ხდებოდა ის რომ ვიღაცამ რამე დააშავა მაშინ გეთანხმებით უბრალოდ კადრები არსებობს რომ აშავებს ეს კიდე მეტი უფრო უბედურებაა თუ ამას ვერ ახერხებ შენც არ გჯეროდა და ეს ამდენი ხალხი გაწირე ამისთვის კი რა თქმა უნდა მე ამიტომ მათ შორის ბევრი პოლიტიკოსი რომელიც არიან ისეთი ხალხი რომელსაც მე რაღაც შეიძლება ადამიანურ ურთიერთობაში საერთოდ კარგი ურთიერთობა მქონდეს მაგრამ დამნაშავეები არიან პოლიტიკურად ბოლოს და ბოლოს რომ ხალხი გაამხნევდეს რაღაც იმედი გაუჩინეს რომ აი ნახეთ ჩვენ რაღაც ვამხოთ კოცებს და ეხლა დადიან და ვითომ არაფერი. არ გვარამიო თქო დავივიწყოთ ეს ამბავი. რატომ უნდა დავივიწყო? რას ნიშნავს დავივიწყო? 10,000 კაცი ქუჩაში გამოიყვანე, იქიდან ერთი რამდენიმე 100 მინიმუმ გარისკე ვიღაცა საბედნიეროდ არ აღმოჩნდა იქ, მაგრამ ხო შეიძლება რომ ერთი 100, 200, 300 კაცი დაეჭირათ. აი სპეცრასთან რო ჩხუბი დაეწყოთ, კი არ შეშინებულიყვნენ, გამოქცეულიყვნენ უკან, აი სპეცრასთან მართლა ჩხუბი რო დაეწყოთ. ხო იყო მათ შორის პარლამენტთან ხო იყო შემთხვევები და ეხლა უბრალოდ ეთქობა არ ქონდათ კრიტიკული მასა. ხო ძალა იყო მე მგონი. მეტი ასე ვთქვათ ეს რისკზე წამსული ხალხი იყო მუსტალზე და აქ ნაკლები იყო და მაგრამ ხო შეიძლება მოხდარიყო. ხო შეიძლება იგივე ახალგაზრდები ხა რა ვიცი ყველა ვიცით რომ 18 წლის ბიჭს რო უთხარო გმირი ხარო და აგერ ეს რუსული რეჟიმიო რაღაცა და იგივე ხალხი ყავს ყოველწლიური შეიძლება რაღაც გააკეთოს ანუ ჩოლებრი ამბავია რა. იმიტომაც იყვნენ იქ 18 წლის სასაკის. ეს სასაკია როცა ამდენი ადამიანი დაიჭირეს და კიდე რამდენი შეიძლება დაეჭირათ და ბევრი გადარჩა და ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა აგო. ხო და აი ეს ვარ ხდება რომ არავინ ამას არ ინჩნევს რომ შინით ოპოზიციაში ამაზე ახარც კი ლაპარაკობენ. იმან გახარიამო მუნიო ესო რუსული სპეცოპერაცია სხვა რაღაცაზე გადაერდნენ ამ წუთას რევოლუციას ამბობდი ამ წუთას სპექტაკლი დადგე აი ერთი თვეც არ გასულა. იცით ეს რამდენად მათი ამომრჩევლების მხრიდანაც რამდენად ისმება ეს კითხვები ესეც არ ჩანს რეალურად არ ვიცი რამდენად სვავს ამომრჩეველი ამ კითხვას იმიტომ რომ ნებისმიერ პარტიას ალბათ რომელსაც ხმას მისცემ ან მისი მხარდამჭერი ხარ უბრალოდ მოქალაქე არ აქვს მნიშვნელობა პარტიის წევრი ყველანი რა ვიღაცას ვაძლევთ ხმას ხო ალბათ კითხვები თუ ის არასწორად იქცევა რაღაცა კითხვა უნდა გაგიჩნდეს და ბრმად ასე არ უნდა ენდობოდე თქვენ ხედავთ რომ თქვა საზოგადოების მხრიდან მაინც ისმება ერთი პრობლემაა, რომელიც ამას ამ მომენტის დადგომას უშლის ხელს, ემოცია. აი წარმოიდგინეთ, რომ თუ გადახედავთ ინფორმაციულ ველს, სულ რაღაც აი ისტერიული ემოციური ფონია. განსაკუთრებით ტელევიზიის ესეთი არის სტილი ეს განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ ამას კათოლიკოს თემას უწყობს ხელს აი დაჭერებით განცხადებებით, იმიტომ რომ მაგალითად წინათ ხო მიტინგი კობახიძის განცხადებამ დაიწყო, არა არჩევნებაო, გაყავდაო, ამის ხალხი არ გამოდიოდა. ხალხს არ ქონდა პრეტენზია შემდგომში არჩევნებთან, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი დიდი მიტინგი არ დავინახოთ. ხო, აღარ არსებობდა. კი, აღარ არსებობდა ეს მიტინგი, მე მეტიც ხშირად სახში ფეხით დავდივარ და ამ კაროები რო იყო უნივერსიტეტიდან გავულიდი ხოლმე და იქ ვიღაცა რო შეხვდებოდა ნასტომ მეკითხებოდა რას აპირებთ, აი რას იხართ აქ, რას გახართ და არა ყველა მომდრო უბრალოდ აი ხარ რას გვარამიამ თქვა და ეხა ხო არ წავალ ბაგოთ გავავართ და ვაბიჟავებთ და მეტი არაფერი არ ხდებოდა, მკვდარი იყო პროტესტი. კობახიძემ გააცოცხლა. ანუ სიამოვნებაში ეს ყველა რო დააკვირდეთ ეს ისტერიული ნიუსები რომელიც შემოდის, აი დაიჭირეს ამის სასამართლო პროცესი, იქ ყვირილი წივილი და თუ ოპოზიციური ამორჩეველია ტელეპიროს უყურებს შეუძლებელია რომ შვიდად რაღაც ანალიზს უკეთებდეს მდგომარეობას. და მე უბრალოდ სულ ემოციაზე რო ხარ, ან აპატია დაგემართება, დაიღლები და გაეთიშები პოლიტიკურ პროცესს, უბრალოდ აღარ შეგიძლია ასე გაგრძელება. ან უბრალოდ ვერ ჩართავ, აი twins რო აი შვიდად წყნარად დაკონცენტრე რა ხდება, იმიტომ რომ სულ ახალი და ახალი საკვები მოდის, აი საწოვს ისყავენ რომ შენ სულ ისტერიკაში იყო. ამას ხელს უწყობს ხელისუფლებაც ესე ფიქრობ. ხალხია, იმიტომ რომ ნუ თავიანთი დღის წესრიგით. ეს ვინ არის აი ამ დღის წესრიგის თქვათ მართველი, ადრე იმე რაღაც მეჩვენება რომ უფრო ოცნებაა ვიდრე ოპოზიცია. კი, ხო და ამიტომ ამბობ პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებაზეც არის, იმიტომ რომ აი ეს რაზეც ისტერიკა ატეხილი პირებითად ოპოზიციურ ფლანგზე ის ხო რაღაც ხდება ქართულ ოცნების ინიციატივით. აი თუნდაც ეს დაჭერები. აი რომელიც აი უცნაური. მაგრამ ოცნებას აქვს მასალა. შესანიშნავი მასალა, რომელიც ზარმოდა ამ უზარმაზარი უპირატესობა აქვს ქართულ ოცნებას რესურსებში. ბევრად მეტი ადამიანი, ბევრად მეტი ფული, სახელმწიფო სტრუქტურების სუსი მოსმენა რაღაც აი 20 არჩევნების შემდეგ ეს რო იყო შეხვედრები ლელოსთან ერთხელ შიგნით ვიჩხუბეთ და ჯერ არ ვიყავით გამოსული კალაძემ ამაზე კომენტარი გააკეთა მახსოვს. ანუ ხვდებით, ანუ შიგნით დაახლოებით შეხვედრაზე რაღაცაზე ვიჩხუბეთ და ის რაც გახდა გახეთქლების საკითხი, ქართულ ოცნებამ მოასწრო დაკომენტარება. ანუ ლაივში გვისმენ როგორ ჩანს.
ხო და ანუ ბევრად დიდი უპირატესობა აქვს და პრობლემა ოპოზიციურ ფლანგზე არის ასე ის რომ უბრალოდ აი რასაც ახლა ვარჩევდით რომ სიმართლეს არავინ არ ლაპარაკობს ანუ სიმართლეს არა მარტო იმიტომ შეიძლება ვიღაცამ სიმართლე ტექნიკურად თქვას მაგრამ ეს სიმართლე ხო ბოლოს და ბოლოს ირკვევა დებატებში რომ ვიღაცამ შეიძლება მე არ დამიჯეროს კაცო. და კარს მიღმა საუბრის შემდეგ სიმართლის გარკვევა ძალიან რთულია საზოგადოებაში. კი ბატონო, მე კი დარწმუნებული ვარ გვარამია ბიზნეს ფულით ფინანსდებოდა წინაწელს არჩევნებზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დამიჯდეს გვარამია და გავარჩიოდ. იქნებ მე ვწდები. იქნებ ის უფრო დამაჯერებელი იქნება. ანუ მაყურებელი სიმართლეს დაადგენს ხოლმე დებატების შედეგად. ხო და აი არ შეიძლება რომ ქართული ოცნების პროპაგანდას დაუპირისპირო დანაშაულებთ ხოლოდ ეხლა რომ დებატები მედიას სიტყვაზე არა მედიას მე საერთოდ არ დანაშაულებ გაგებით რომ ჩვენს გვაქვს ტელევიზია და რამდენჯერ ვცადეთ ხო რა ვიცი მოგძანდით და იდებატეთ არნაირი პრობლემა მე ვიცი რომ თქვენ რომ დაუძახოთ არ მომდა არა სხვათა შორის ოპოზიციის ეხლა ამას უნდა მოვაყოლო ეს იმიტომ რომ ოპოზიციის წარმომადგენლები თქვენს და რამდენიმე კიდე ჩვენს ეთერში მოდიან ერთადერთია ლელო მაგალითად რომელიც არ მოდის და რამდენჯერ დავაპატიჟეთ ხო აი არ ვიცი რომ ნაციონალური მოძრაობაც კი ჩაგვერთო თუ თქვა თუ ეთერში არ უნდათ ტელეფონით მაინც პასუხობენ შეკითხვებს და გახარიათ პარდე ნუ ვინც არიან ყველანი ერთადერთი ეს არის ლელო რომელიც ხო მაგრამ მარტო მოსვლაზე არის თქვენთან სტუდიაში მაგრამ დებატებზე მე უბრალოდ ვიცი აი ხოდა შორის ალაგ-ალაგ რაღაც დებატები ჩდება ხოლმე სხვა იმაში პოდკასტებში რაღაც მაგრამ აი უბრალოდ ოდნავ რომ რამე დაიძაბება მე იმ პოდკასტში აღარავინ აღარ მიდის იმიტომ რომ გასაგებია მესმის ანუ როგორც ქართული ოცნება არ დებატობს დიდი ხანია ისევე ოპოზიციურ ფლანგში მიეჩვენა რომ მონოლოგში ლაპარაკო და არა პასუხი არ მოგეთხოვება სიტყვებზე ხო და ამიტომ ვერ დაამარცხებ ქართულ ოცნებას რომ ასეთი უპირატესობა აქვს ტყუილით იმ ტყუილს ის უკეთესად მოიტყუება ბოლოს და ბოლოს იმიტომ რომ ხარისხიანად შეუძლია გააკეთოს და შენ ერთ-ერთი ინსტრუმენტი გაქვს სიმართლით იმოძრაო მაგრამ სიმართლე საბოლოოში ნიშნავს დისკუსიას დებატებს მესმის ადრო რამდენიმე თემა დაგვრჩა მინდა ამაზეც ვისაუბროთ მაგალითად ოპოზიცია ყოველთვის ადანაშაულებს რაიმე მარცხი როდესაც ხდება მათ პოლიტიკურ ფლანგზე ამბობს ხოლმე რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს რომ მაგალითად ოპოზიცია არ გაერთიანებულიყო ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს რომ ოპოზიცია გახლეჩილიყო იქ რაღაცა არჩევნებზე პრობლემა ყოველთვის აი ოპოზიცია ხელს იშვერს გასაგებია მისი რესურსები სიდიდე და ასე შემდეგ პასუხისმგებლობა ოპოზიციის სად არის რაშია და რატო ვერ ხედავს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში მე რაც მესმის გამოდენ და განცხადებებს აკეთებენ რომ ყველაფერი არის ოცნების ბრალი. ანუ ხო შეიძლება ზოგადად მართული გუნდის ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ სიტუაციაში პასუხისმგებლობა ყოველთვის უფრო მეტი იქნება რაც უნდა ხდებოდეს, მაგრამ ну მე მგონია რომ საბოლოოში თუ იმის ბრალია, ქართული ხალხის ბრალია ფაქტ რო შეხედოთ ამ სიტუაციას. ქართული ხალხი ირჩევს ამ სპექტაკლს. ქართული ხალხი უჭერს ქართულ ოცნებას, რომელიც დარწმუნებული ოპოზიციის ნახევარს თვითონ აფინანსებს. აი ამ ყველაფრისგან. აი ამ სპექტაკლს გავს. ქართული ოცნება, ქართული ხალხი ირჩევდა ხმა არ დაიკარგოსო წინა წელს 4-5-9-25 რო იყო და ეხა ზოგს სვენია თავის საკუთარ არჩევანს. ზოგი არც ამბობს იმდენად ცუდი არჩევანი გააკეთა, რომ არც ამბობს ვის მისცა ხმა. და რასთავარია ყველა შეიძლება ბევრ ქვეყანაში მსგავს რაღაცები ხდება, როცა რაღაც მოსყიდული ოპოზიცია და ამ შემდეგ, მაგრამ აი მე ის მაქვს როცა რაღაცას პრეტენზიას ამბობ, რომ ხალხს ყოველთვის ქონდა არჩევანი მინიმუმ სწორი ერთი მაინც. რომ აი ერთ-ერთი პარტია ვართ, რომელსაც ვერ იტყვი, რომ რაღაცა ფული აქვს აღებული ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ჩვენი ფინანსები საჯაროა და ღია 2019 წლიდან. ვერ იტყვი, რომ გავურბივად საუბარს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რაღაც არც ოპონენტებთან გვეშინია დაშტომა, ლაივში ვლაპარაკებით ჩვენ ამორჩევას ლამის ყოველდღიურად. და გულწრფელები ვიყავით, ტყული არ გვითქვამს და შემდეგ და ქართულ ხალხს ჰქონდა ეს არჩევანი. წინა წელს, მაგრამ ხო არ გააკეთა და ხო რატო არ გააკეთა? რა არის? თქვენი თავიდან გამომდინარე რომ მითხრათ და მოდი ოცნებას თავი დავანებოთ და ქართულ ხალხს ბევრი ფაქტორია, იცით რა არის, რაღაცა ჩვენი ბრალიც არის მაგალითად, აი სულ იმაზე დავთვალე. შეიძლება თქვენს რაღაცა პოლიტიკურ ხასს არ ეთანხმება ეს ქართული ხალხი, ამაზეც შეიძლება, მაგრამ აი რომელ ხასს ეთანხმება? აი წამოგვი წინა წელს ქართულ ოცნებამ რა დაპირებებაც გასცა არც ერთი არ შეასრულებდა, ვერ შეასრულებდნენ, რომ საკონსტრუქციულობა ჭირდებოდა. ანუ რა ქრისტიანობა უნდა გამოეცხადებინა სახელმწიფო რელიგია და უცბად გადათქვეს, კიდე რამდენიმე დაპირება იყო და საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნებოდა, ამას ვერ გააკეთებდა. ხო და ისეთი დაპირებები გასცა ქართულ ოცნებამ, რომელსაც არც კი შეასრულა და აგრესიულ ცხოვრება. ითხოვდა წინა საარჩევნო თქმა მოგვეცითო, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გქონდა. მე ხონდა ხდებით ასე ხო არ ხდება, რომ აი იცით რა მე თუ 100% ავიღებ და 70% ავიღებ და 54 რო აიყე, არაფერი არ მოგითხოვება.
ან რა ვიცი ოპოზიცია ისეთი დღის წესით მოდიოდა რომ უბრალოდ შეუძლებელია რომ მე მეთანხმები პრივატიზაციაში, მაგრამ ლელოს რა შეეთანხმები? მე მეთანხმები ინფლაციის საკითხში და ნაცმოძრაობას რა შეეთანხმები. სიამოვნებაში პროგრამული ბრძოლა არის ხო? კი ბატონო, ზუსტად. ქართულმა ხალხმა მისცა ხმა ამ სპექტაკლს. მოსწონს, აი, არ უყვას ვიღაცა მიშა და ოღონდ მიშა გალანძღოს ვიღაცამ და იმას აძლევს ხმას. არ უყვას ვიღაცას ბიძინა და ხმას აძლევს. არა იმიტომ რომ ოპოზიციონერებმა კარგად ლანძღავს ბიძინას. ხვდებით და სანამ ქართული ხალხი ზოგადად სპექტაკლს აერჩევს. და მე რო ვეუბნები რომ მე არ მინდა ეს სპექტაკლი, მე ვერც ბიზნეს ლანძღვაში წამოყვები, ვერც მიშას ლანძღვაში წამოყვები. ზოგადად მინდა რომ, რა ვიცი, ქართული ხალხის იყოს ეს მიწაწყალი, ინფლაცია დაბალი იყოს, გადასახადები დაბალი იყოს, ხალხი მდიდარი იყოს, განათლება უკეთესი ჰქონდეს, ეს მინდა. არ მინდა არავის ლანძღვა, რატომ უნდა ლანძღვა ბიზნესთან მიშა კაცო, თანაცხოვრობა მინდა ამ ხალხთან, ნაცებთან, კოცებთან და ამის მოვდივარ და ხო, მაგრამ აქ მე მგონი რომ მიშას რაც შეეხება და იმ ნაციონალურ მოძრაობას, აქ არის საკითხები, რაზეც საზოგადოება თანხმდება, რომ იქ პასუხისგება უნდა იყოს და ეს პასუხისგება ჯერ არ დამდგარა. აქ პრობლემა ეს არის. ეს პასუხისგებლობა ჩვენ ხო ლინჩის წესით უნდა გავასამართლოთ ადამიანებს. ჩვენ ხო ხალხი არ ითხოვს არავის ლინჩის წესით გასამართლებას. ალბათ ამისთვის საჭირო რომ სასამართლო იყოს. მიშას რო ასამართლებ მიშას მოსამართლებით. აი მიშამ რომ ჯალათები დანიშნა, რომ რის გამოც ხალხმა მერე გააგდო. იმ ჯალათებს რო იყენებ ისე მიშას გასასამართლებლად, ეს ხო არ გამოვა სწორი და სამართლიანი. როგორ შეიძლება მურუსიძე მიშა გაასამართლოს რა? ვინ უნდა გაასამართლოს? როგორ ხედავთ ამას? არა, ნუ ძალიან მარტივია, მაგალითად, როცა სააკაშვილი ახალ ჩამოსული იყო, ჩვენ შევთავაზეთ კიდეც კანონპროექტი შევიტანეთ სხვადასხვა კათოლიკოსმა არ დაუჭირა მხარი, მაგრამ ასნაცები იყვნენ აქტუალებული, რომ ნაფისაჯულებს გაესამართლებინათ. უბრალოდ არ ხვდებოდა ნაფისაჯულების, თქვათ, კომპეტენციაში ის მუხლები. ხო, არის მუხლები, რომელიც იქ არ ხვდება და ჩვენი იდეა იყო, რომ მოდით, არ გინდა მურუსიძე, ოკეი, აგერ 12 შემთხვევით არჩეული ადამიანი ჩვენი მოქალაქე. და წარდგეს მიხეილ სააკაშვილი ნაფისაჯულების წინაშე. ეს ხო უკეთესი იქნებოდა ვიდრე მურუსიძე ყოფილიყო იქ. ხო და აი თუნდაც აი ესეთი რაღაც ელემენტებით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, არავინ ხო არ ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილი ანგელოზი იყო, მაგრამ ვინ უნდა გაასამართლოს? მოდით მართლა ისეთ იმ საკითხზე გავასამართლოთ, ეს მართლა მნიშვნელოვანი და არა ის რომ 9 მილიონი ხო მოიპარაო, ხო ედავებოდნენ ამას და აგერ ღარიბაშვილს 9 მილიონი უპოვეს. ანუ მიხეილ სააკაშვილის ყოზე ხოლმე ამაზე ხო არ დავები ამ მიხეილ სააკაშვილს. არა, მე ვამბობ რომ ხვდებით რამხელა ანგელოზი გამოვა ფულის ნაწილში მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილთან შედარებით, იმიტომ რომ ის ერთპიროვნული მმართველი იყო ამდენი წელი და რა ვიცი 9 მილიონის მეტი არ მოუპარია და ამას მარტო ოქრო და ის ჰქონდა. ბიუჯეტთან მოპარვაზე არ არის საუბარი ღარიბაშვილთან აბა დაკავშირებით, ხო, რაღაც ბიზნესთან და ბიზნესიდან შემოსული თანხები აქვს, ანუ არადეკლარირებული თანხები. ეს კიდე რაც ზედაპირზე ვიცით. ხო, ესე არის, მე რა იქნება ვერ გეტყვით. რაღაც გააკეთა ამ 2 წელიწადში. ის კიდე 9 წელი იყო პრეზიდენტი. რა აზრის ხართ? კატეგორიულ წინააღმდეგი ვარ. აი უბრალოდ არაფერში არ წერია. ისევ იგივეა მე მგონი. რაც ახლა თავში ვილაპარაკეთ, ის იმას ფიქრობთ ამაზე? აი წამოდი ნაცები აღარც არსებობენ. ეს მარტო ხა ლელოს შეეხოს აკრძალა რეალურად, იმიტომ რომ ნაცებს არც საკრებულოს წევრები, არც პარლამენტის წევრები, არც დაფინანსება, არც ნომერი, არც ცესკოს წარმომადგენელი, არაფერი აღარ დარჩათ. აი დარჩება ლელოსგან რამე? მე მგონი ხაზრაზე რომ თავიდანვე შეცდომა დაუშვა პოლიტიკაში შემოვიდა, ინფორმით როგორც მოვიდა. და ეხლაც მე მგონი შეცდომას უშვებს რომ რჩება ინფორმით როგორც რჩება. ბოლოს და ბოლოს რომ წასული იყო და ერთი წესრიგი ტელევიზია გაეკეთებინა ქვეყანაში მიოკვერძებული და მართლა კრიტიკული, უკეთესი იქნებოდა ყველასთვის. მაგრამ ნუ ეხლა მე რა ვიცი, ჩემი ერთ უნდა წასულიყო ისაც პოლიტიკა. მაგრამ შეიძლება გააგრძელოს, მაგრამ რასაც უნდა იყოს ლელოს ეს ეხება. მინიმუმ ცესკოში წარმოდგენილი ყავთ დანიშნული და იმას დაკარგავენ. 10,000 ლარიანი ხელფასია იქ თითო წევრს აქვს. მაგრამ ნაცები აი გვარამიაზე იმიტომ ვთქვი რომ აი გვარამია გაანადგურა ნაცები, გვარამიას აყვანაცლო მოძრაობა და დედა უტირა მიწასთან გაასწორა. ამიტომ რაღაც რეესიდან წაშლიან ცილემო ნაცებს, მაგრამ რეესი ჩანწერი იქნება თუ არა არავის არ ახელებს. თან თვითონ ვამბობ რომ ქოცების არჩევნებში მოწვევას არც მივიღებთ. გინდიყვნენ გინარა, მაგრამ ამორჩეველი ნაცმოძრაობას ხო ყავს. ანუ შეიძლება პარტია არსებობს, ამორჩეველი ხო არის? საწავა ეს ამორჩეველი. ხო უნდა დამწყებსოს ვიღაცა. შეიქმნება პარტია, რომელსაც ქართული ოცნება გააკონტროლებს და დამწყებსავს. კარგი ბუა შეიძლება გადგეს, რომ ქართული ოცნების ამორჩეველი ამას ბოდიში და ჭამს ბრჭყალებში. ორივე ამორჩეველი შეჭრა დარწმუნებული, რომ ქართული ოცნების ამორჩეველის ნაწილის დაეჯერებს, რომ ის ნამდვილი ბუაა და საშიშია, როგორც გვარამიას ეშინია ხალხს და ვის ეშინია? ანუ აი ქართული ოცნების ამორჩეველს ხო არ იტყვის ჩემიანი არის ნიკა გვარამიაო. ან მათიანია ხვდებით? ქართული ოცნების ხარეს არის გვარამია. ხარეს არის გვარამია. ეს ხა ამ ამბავი დაიმუქრა. თავისი ქმედებებით უბრალოდ ასე არის კაცო. შეიძლება
რა ვიცი მე ვერ დავიჯერებ იმიტომ რომ ვიცით რომ გვარამიას ეს ფულისადმი სიყვარული რაც გამოჩნდა მას ტელევიზიაში და შემდეგ მაგრამ შეიძლება უფასო დაკიდებდა ყველაფერს მაგრამ ძიმი არის ეგ იმიტომ რომ გვარამიას მხარს უჭერს ამორჩეველი რომელსაც ზულს ქართული ოცნება და ქართლის ამორჩეველს კიდე ზულს გვარამია ხო და ოღონდ გვარამია კორელაციაში როგორ მოდის ყველაფერს გვარამიამ გააკეთა უბრალოდ გადავდოთ გვერდზე პერსონალური შეფასება უბრალოდ რომ ვიცოთ ადამიანი რომელიც მოვიდა პოლიტიკაში დაახურა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია წაართვა ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიას ხმები და გახლიჩა ორად. მე რაც გავიდა, ყველას დააყრევინა მანდატები. მე აუგრძალა არჩევნებში მონაწილეობა და დააკარგინა ყველა საკრებულოს ადგილები. ამით დაშალა ინფრასტრუქტურა. ნაცმოძრაობა იყო ერთ-ერთი პარტია ქოცების შემდეგ, ვისაც ჰქონდა რეგიონალური სტრუქტურა. ვერავინ ვერ გააკეთა, ეს ართულია, ძალიან ძვირია და გამოზით ხელისუფლებაში ვინც იყო იმ ხალხს. ანუ უბრალოდ რჩება ხელისუფლების შემდეგ ეს ჩონჩხივით. ნაცმოძრაობა შემორჩენილი ჰქონდა ეს. 24 წლის არჩევნებზეც კი გამოჩნდა ეს, იმიტომ რომ სოფლებში და ქალაქებში დაახლოებით მსგავსი შედეგები ჰქონდა მარტო ნაცმოძრაობას და ქართულ ოცნებას. ჩვენ მარტო ქალაქებში დიდი უპირატესობა ჰქონდა ლელოსაც, გახარიასაც. იმიტომ რომ აი სტრუქტურა ჰქონდა ნაცებს შემორჩენილი. ესეც კი გაუნადგურა. აი ვიცით რომ ასეთი ადამიანი არსებობს. ვიცით რომ მან დახარჯა ამაში 40 მილიონი და ვიცით რომ არ არის ცნობილი ამ 40 მილიონის წარმომავლობა და ვიცით რომ არსებობს ანტიკორუფციული სააგენტო რომელიც აი ჩემი შვილის ბარაძე რამდენი ლარია ისიც კი იმას ამოწურს და მაჯარიმებს წელიწადში ორჯერ. იმიტომ რომ შეუძლებელია მისი წესები დაიცვა სრულფასოვნად. ასეთი წესრიგი გვაქვს. რუსული რეჟიმიო და დიქტატურაო თან გაიძახიან. და რა ყველანაირი ფულს აკონტროლებს ქართული ოცნება ყველა პარტიის და 40 მილიონი ვერ დაინახა და ვერ გააკონტროლა? ან ის რომ ფიქტიური შემოწირულობებია 60,000 გვარამიას პარტიაზე უმუშევარი ხალხის და ბებიების და ბაბუების. უნდა დავიჯეროთ რომ ბებიები პენსიას აგროვებდა 20 წელი რომ გვარამიას თუ 60,000 შეეწირა? და თუ ეს ამის ავჯერა ანტიკორუფციული ვერ შეამოწმებდა თქვენი აზრით ეს რომ მართლა საფრთხე ყოფილიყო ქართული ოცნებისთვის. ხო და აი უბრალოდ თუ ეს ვიცით ყველაფერი ну აღმოჩნდა რომ გვარამია ამ კაცის გვარი რომელიც აგარ დღესაც დაიმუქრა სხვათა შორის ამ პროკურატურის განცხადების შემდეგ რომ ცეცხლი ოლიგარქიასო და მოკლედ ხო და რა ვიცი შეიძლება ბიზნესამ გადააგდო მე ჩასვლა ციხეში და კიდე 10 წელი იქნება ციხეში რა იცი არ გადაუგდია ქართულ ოცნებას ხა ხალხი თუ რა შეიძლება ასეთი შეთანხმება აქვთ უცნაური მაინც ციხეში და წინაზე და იმიტომ შეიძლება დროებით გამოუშვეს რომ კიდე როლი შეესრულებინა შეიძლება სულელი ემდენად რომ ეს გააკეთა თავისი ხელით უფასოდ მაგრამ ნუ აი როგორ დავიწერო. კარგით. ხდებით, ამიტომ მეგონი ეს სპექტაკლი სამ გრძელდება და სამ ქართული ხალხი ვერ დაინახრო სპექტაკლია და ეთამაშებიან, არაფერი არ შეიცვლება. კიდე ერთი თემა და მოვასწრო ანგარიშთან დაკავშირებით, გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით ერუკაშვილის მინდა კითხოთ თქვენთვის ეს იყო სამართლიანი თუ სამართლო. ეს რთული საკითხია, იმიტომ რომ ერთი ხრივ აი მე ჩვენ გვინდოდა კანდიდატის სტატუსი. და ჩვენ გვინდოდა წევრობა და ჩვენ რო თქვით უარი, ბუნებრივი იქიდან კარგი არაფერი აღარ იქნება. უარი არ გვითქვამს, ესე ფიქრობთ რომ უარი ვთქვით? რაც ქართულოსთან კობახიზან თქვა, ეს უარია შინაარსობრივად. ჩვენ არ შემოვიტანთ განაცხადს, რომ თქვენ რო სამსახური გინდოდეთ ახალი, მე ხო არ უნდა გზდიოთ, ანუ თქვენ თუ გინდათ. არა, არის დოკუმენტი და გვიდო მოვაწერთო ხელს, არ არის პრობლემა. ეს ახლა ისთვისაც კარგი, ხა ეს ისთვის გაკეთდა და მაშინ ხო ვიცით, რომ ეს რაღაცა შანტაჟად აღიქვამდა ამას ხელისუფლება. ეს რაც არ უნდა მოდები, მაგრამ რომ სწორი იყოს, არასწორი იყოს, ხო ჩვენი მხრიდან გავაჩერეთ ეს. ამიტომ იქიდან რომ რაღაც სიკეთე არ წამოვიდოდა ეს. მეორე ნაწილია რომ რაღაცები კრა წერია, მეც გონია რომ უბრალოდ როგორც მინიმუმ ევროპული ბიუროკრატიის არაინფორმირებულობაზე მიუთითებს. ეხლა შეიძლება ქართულ ოცნებამ დაარქვას რაღაც ბოროტი განზრახვებით აღწეროს, მაგრამ უბრალოდ აი რაღაცნაირად აი არაფერ შუაში არის. მათ შორის პრიორიტეტების ნაწილში. აი ერთი 10 გვერდი იყო თუ არ მეშლება LGBT რაღაც უფლებებზე რა, რომელიც ან კანონებთან დაკავშირებით. ეხლა შეიძლება მათი გადმოსახედიდან ჩვენთან ქვეყანაში ეს არ იყოს რაღაც კარგად მოწესრიგებული, თუმცა ესეთ ქართულ ოცნება იყო პიონერი ამ საკითხში. ყველაზე წინ გარბოდა თელ ოპოზიციას შედარებით ამ პუნქტების შესრულებლად. და აქებდნენ ხალხს რომ რასტრაფად შეასრულეთ 12 პუნქტი იყო პირველი ეს შეასრულეს მეგონი ერთ თვეში დანარჩენი არ შეუსრულებთ ეს შეასრულეთ უცბად ნასუშვილი იყო მეგონი ან ნასუშვილი აქებდა ქართულ ოცნებას რომ რა კარგად ვიმუშავეთო და ამიტომ ნუ კაი მაგრამ შეიძლება რაღაცა არ გააკეთა ქართულ ოცნებამ ნუ შემდეგ უკვე კანონის მიღების გამო გაჩნდა ხო და აი რამიდანაც რასზე არც ესეთი სადამჟელო ორგანიზების არ არის ეს კანონის არ მოქმედებს უბრალოდ რატომ აქვს ეს რეაქცია ანუ წამოგეთ მიიღეს კანონი რომელსაც არაფერი არ შეუცვლია როგორც მაგალითად აგენტების კანონი რომ მიიღეს გახსოვთ შესაძლებ კანონიც იგივე რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებიც იღებენ ეხლა რაც უნდა იყოს რომ მიიღეს გახსოვთ რამხელა ის მოლდნები იყო NGO-ები დაიხურებიან რაღაც ხო არ დაიხურა ხო არ ამოქმედა კანონი ხო არავინ არ დააჯარიმეს
ხვდებით? ანუ კანონები მიიღეს, რომელიც არ მოქმედებს. და ის კი არა რომ მე არ მოწონს ეს კანონები, მართლა რო გითხეთ, მაგრამ აი უბრალოდ ამ კანონებზე ვერ ვიტყვი რომ ღამე ნერვიულობა, იმიტომ რომ უბეროდ უარეს პრობლემები გვაქვს. ამიტომ ამ ანგარიშის პრობლემა თავარი ის არის რომ აი ჩვენთან რა ხდება არ იციან. მათ შორის იმიტომ არ იციან რომ ინფორმაციის წყარო არის აი ჩვენი უცნაური ოპოზიცია, რომელსაც მე ნახევარი მოსყიდული მგონია და ნახევარი სულელი. იშვიათი გამონაკლისების გარდა. მაგას დავავს ქართული ოცნება რომ ინფორმაციას აწვდიან არასწორს და რაღაცა ცხადია, მაგრამ ჯერ ერთ ქვეყანას არ ყევენო საგარეო კუთხითაც. ჩემგან განსხვავებით ქართულ ოცნებას მთელი დიპლომატიური კორპუსი აქვს. 10-ჯერ მეტი რესურსი აქვს ვიდრე ოპოზიციას. ამიტომ მიაწოდოს. იმუშაონ კი ბატონო რაღაცა იყო და რომ აღარ წავიდნენ, რავი, თუ შენ მხარეს სიმართლეა, წავიდე დებატე ამ საპარლამენტო ასამბლეაზე. ანუ შენ იქ როგორც საქართველოში არ დებატობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ისე არ დებატობენ სხვა პლატფორმებზე ევროპელ მეგობრებთან. უკვე მეგობრებიცაც ვეღარ დაუძახებთ ხო ამ რეალობაში, ხო? ასე გამოდის. ხო და ეხლა მე მაგალითად ჩვენს სხვა ვიზიტი გვექნება გერმანიაში და გასაგებია რომ ჩვენ სხვა რაღაცას მოუყვებით იქაურ დეპუტატებს, მაგრამ ну ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი და ის თქვათ რეიტინგი და გავლენა პოლიტიკაზე რომ მათ თვალშიც ეს დამაჯერებელი იყოს. ყოფილი არ გეჩვენებათ იგივე მეურნესტიდან ის ევროპარლამენტარები ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოზე. ესეც ხო ქვეყნისთვის არ არის საზოგადოების ნაწილი და ალბათ უმრავლესობაც ესე ფიქრობს. ქართულოსნებამ ალბათ ну შეიძლება შეგნებულად თუ ასე ვთქვათ გამოვიდათ გააკეთა რომ ევროპარლამენტარი რაღაცას ნიშნავდა ხვდებით ან ჩვენ პოლიტიკურ ველში ევროპარლამენტარმა თქვა ეს იყო რაღაც აი შეაზანზარა. მე მგონი ესეც ცოტა იმცხრევა ეს ევროპაში ევროპარლამენტარი არავინ არ არის ხვდებით? აი უბრალოდ უზარმაზარ ფულს ხარჯებენ, გაურკვევლად არც განსაკუთრებაზე უფლებამოსილება. ხალხი საერთოდ როგორ არის აძლევს ხმას ღმერთმეც, იმიტომ რომ პირდაპირ ბმა არ აქვს მათ ცხოვრებას და ევროპარლამენტის საქმიანობასა და ვინ როგორ აძლევს ხმას და ბეროთ რომ დაბალი ასე ვთქვათ ცენზი იქ გასვლის. და რა თქმა უნდა ჩვეულებრივი პარლამენტარები არიან, რაღაცა წარმოდგენები ხარ რა საქართველოში. პარლამენტარებიც არიან, იმიტომ რომ გერმანელი პარლამენტარი გერმანელი ამორჩევის წინაშე აგებს პასუხს და მისი ქმედება პირდაპირ ასე ვთქვათ გავლენაა რა და ის რას აკეთებს ვერც კი გზნობენ ანუ პირდაპირ არ არის. ამიტომ იქ იმდენი ასე ვთქვათ უცნაური ხალხი იკრიბება რომ ღმერთმა იცის ვინ რას ამბობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მათთან უნდა იმუშავა ქართულოსნებას. ეხდებით მე შემიძლია არ შემეძლო 700 ევროპარლამენტარის აზრი შემეცვალა. უბრალოდ იმიტომ რომ რესურსი მაქვს ცოტა, მაგრამ ამდენი ელჩი რო ყავს, ათობით და ასობით დიპლომატი ყავს, უზარმაზარი ფული, ჩადიდე ელაპარაკე. იქ იქნება იქ პრორუსებიც არიან და პროამერიკელებიც, მიშისტები და ანტიმიშისტები, ყველანაირი ხალხია იქ. უბრალოდ ძალიან ცოტა საღელებს საქართველოს და რადგან ოპოზიცია ემუშავება. ჩვენთან ჩანს ახლა ეს. კი, და ჩვენთან ეს ჩანს. ძალიან გავერლა და კიდევ ერთი თემა იყო იქ საქართველოს სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერი ინიციატივებს. ვფიქრობ რაღაცა უფრო ფაქტობრივი შეცდომაც არის ალბათ ეს იმიტომ. ნუ ყოველთვის დიდწილად რო ასე არის ფაქტია. ეხლა მეორე საკითხია რომ შეიძლება მე ვფიქრობ დამეჭირო. ამას როცა ჩაწერე, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა რეზოლუციას მიერთებულია. რეზოლუცია უბრალოდ მიუთითებს რომ არ ისმით შინით რა ხდება ჩვენთან. კარგად არ გაგვიცნეს. ეს ყველას დამსახურება, რა ვიცი, ქართულოსნების ჩათვლით და ოპოზიციის ვინც ინფორმაციას აწვის ან არ აწვის ქართულოსნების შემთხვევაში. მაგრამ ნუ აი რა ვქნათ? ასეთი ხელისუფლება გვაქვს და ოპოზიცია. არჩევნებისთვის ჩვეულებრივ და ვფიქრობთ რომ როდესაც 2028 წელს იქნება ეს არჩევნები, მანამდე ხომ არ გაქვთ მოლოდინი რომ ამის შეიძლება. ჩვენ ყველანაირი არჩევნები გვაწყობს, რაც უფრო ახლო მის უკეთესი, მაგრამ ზოგადად 28 წლისთვის ემზადებით კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა ჩვენ გამოიწურა, უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სანდრო რაქვეშვილი იყო დღეს ჩვენი სტუმარი. მადლობა ყველას, ვინც გვისმენთ. შეხვდებით მომდევნო ხუთშაბათს ზუსტად ამ არხზე ამავე დროს. ნახვამდის.